მოგესალმებით, ძვირფასო ვერძებო, მოდით გავიგოთ ნოემბერში რა გელოდებათ. თავდაპირველად ამოვიღოთ ორაკული, ძირითადი მესიჯი სამყაროსგან. ახლა გავიგოთ ნოემბრისთვის ძირითადი ენერგია. ორი კარტი ამოვიდა, დავტოვოთ ორივე. შემდეგ პირადი ურთიერთობები. სამსახურებრივი ურთიერთობები. ფული. ჯანმრთელობა. დავიწყოთ ზოგადი ენერგიიდან. ზოგადი ენერგია, სხვადასხვა საქმეზე ხართ ძირითადად გადართული. თან საქმეზე ხართ გადართული და თან ზრუნავთ ოჯახის წევრებზე. ისეთი კარტი ამოვიდა, რომ ძირითადი ენერგიები ნოემბრის არის ის, რომ რაღაც ბევრი საზრუნავი გაქვთ თითქოს. თან ცდილობთ, რომ თქვენი საკუთარი, ასე ვთქვათ, სამუშაო არ დაჩაგროთ და თან ამავე დროს რაღაცა ბევრ multitasking-ს ეწევით, ესე ვთქვათ, ნოემბრის თვეში. ბევრი საქმე მოგადგათ, მოგაწვათ რაღაცნაირად და მაგრამ გაქვთ ამისი ძალა, მინდა გითხრათ. არის ამის მატერიალური საშუალებაც. რაღაც ხალისით აკეთებთ ამას ყველაფერს ენერგიულად. პირად ურთიერთობებში ეჭვიანობა არის ამოვიდა პირდაპირ, გარკვეული ეჭვიანობის თემები შეიძლება წამოვიდეს წინა პლანზე. რაღაცა უნდობლობის, ეჭვიანობის ცდუნების გარკვეული, ხო? მაგრამ გმართებთ მეტი სიბრძნე, მეტი სიფრთხილე, არაჩქარდეთ ენას და აჭირეთ ხოლმე კბილი. სანამ იტყვით, მოიფიქრეთ. კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, თორე შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ. საქმიან ურთიერთობებში, რომ ცვლილებები არის, აქ შეიძლება დაწინაურება სამსახურში, ან გარკვეული პრემიის მიღება. რაც ცვლილებები არის, ამას სულ ცოტა ხანში გავიგებთ, როგორი ცვლილებებია. ფული. ფულს ხარჯავთ ცოტა ემოციურად, ემოციური ხარჯვა არის აქა და გირჩევთ, რომ მოახდინოთ ფულის დათვლა, შემოსავლის, გასავლის დათვლა. და ბოლოს ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ ამ თვეში, ნოემბრის თვეში. კარგი იქნება თუ უფრო მეტ დროს გაატარებთ მეგობრებთან. თუნდაც 2-3 დღით გახვალთ ქალაქგარეთ და ამით მისცემთ თქვენს ჯანმრთელობას და სხეულს გონებას, საშუალებას, რომ მოდიდეს და ახალი ძალებით დაუბრუნდეს ყოველდღიურობას, ასე ვთქვათ. მოდი კიდევ უფრო, ხო, აი ზუსტად ზოგადი ენერგია ნოემბერში არის მოусმინეთ რა უფროსთაობას, ან უფროსთაობას ან თქვენზე გამოცდილს, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და მოусმინეთ, ისწავლეთ მათგან და დამიჯერეთ მოიგებთ, მოგებული დარჩებით. ამ შემთხვევაში მოგებული დარჩებით, დიახ, შეიძლება უხეშად გითხრათ. უხეშობას კონდეს ადგილი, მაგრამ გაატარეთ. მოიწმინეთ, გაატარეთ. ხო, ემოციების შეკავება ხდება აქ, აი ძირითადი ენერგიას რაც მიჩვენებს, მაგრამ იმდენად ხდება შეკავება, რომ თქვენ უკვე იცით,
ჩახშობა კი არ ხდება გრძნობების, არამედ ემოციების მართვა და თავისუფლ გრძნობების და ემოციების მართვა, როგორც ესეთი ცუდი არ არის. ამიტომ მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პირად თუ საქმიან ურთიერთობებში, ანუ პირად ცხოვრებაში თუ საჯარო სფეროში და მოიგებთ, მოგებული დარჩებით. პირად ურთიერთობებში, სასიყვარულო ურთიერთობებში, რაღაც პაუზა არის აქ, იცით? პაუზაა და განიცდით რაღაცას, სასწაულად განიცდით რაღაცას. ადამიანთან უფრო მეტად რაღაც მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, ვიდრე ვიტყოდი რაღაცა სასიყვარულო, იმ კუთხით, რომ აი ნება საქმე ვხედავ დიდად. აი ქიმიას რასაც ეძახიან. თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენ თვლით რატომღაც, რომ თქვენ უფრო მეც გასცემთ, ვიდრე იღებთ ამ ურთიერთობაში. ამიტომ გირჩევთ, რომ უბრალოდ თავიდან მე მგონი ხლების 4-იანი ამოვიდა, ხო, და შემდეგ ეს ორი კარტი. ხცე ესე თუ ჩათვლით, რომ მე გავცემ უფრო მეც, ვიდრე ვიღებ, მაშინ აიღეთ პაუზა აიღეთ და დაფიქრდით. შეიძლება არც დაფიქრდეთ პრინციპში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად აღარ გადადგათ შემდეგი ნაბიჯები რა. კონფლიქტს და ჩხუბს და საქმის გარჩევას ჯობს, რომ უბრალოდ რაღაც ან პაუზა აიღოთ, ან სივრცე აიღოთ, თავისუფალი სივრცე აიღოთ თქვენთვის. დაისვენოთ, განმარტოვდეთ. რაღაც პირადი სივრცე გჭირდებათ რა. რაღაც ძალიან ნამეტანი გრძნობებში ხართ გადაჭეხილი და აქ რაღაცა როგორც თავიდან თქვი, სიგნიფიკატორი კარტი რაც ამოვიდა. რაღაცაზე ეჭვიანობთ, ხო? შეიძლება ეს კონკრეტულად ქალზე არ ეჭვიანობდეთ, ან მამაკაცების შემთხვევაში მამაკაცზე არ ეჭვიანობდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი სხვასთან არის, მაგრამ შეიძლება ეჭვიანობდეთ იმაზე, რომ მაგალითად სათანადო დროს არ გითმობთ, ან არ ვიცი, ან შვილს უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე მე, თქვათ და აი ჩემთვის დრო არ აქვს. არ გინდათ, შეისვენეთ რა, შეისვენეთ. აიღეთ პაუზა მოკლედ რა. რაც შეეხება სამსახურებრივ ურთიერთობას, ხო, აქ პირდაპირ ამოვიდა დაწინაურება. ამოვიდა დაწინაურება. კი ბატონო. ეჭვი გაქვთ თქვენ და გაწინაურებენ. ეგეთი ეჭვი გაქვთ. და ეს ეჭვი გამართლდება აბსოლუტურად. მალე გაიგებთ რაღაც ახალ სიახლეს. შეიძლება სამსახური, თქვათ, სხვა განყოფილებაში გადაგიყვანონ, ან სხვა უფრო უკეთესი სამსახური გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში ცვლილება არის ძალიან ყისიერი რა, ძალიან სწრაფად მოხდება მოვლენების განვითარება და ვიცით, თქვენ შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებული ბრძანდებით და იცით მოკლედ რა, თქვენი თავის ფასი. კარგად პოზიციონირებთ დასაქმების ბაზარზე. რაც შეეხება ფულს, აქ ჩვენ თქვით, რომ ემოციურ ხარჯვას აქვს ადგილი, მაგრამ მოდი ახლა ვნახოთ, რას გულისხმობს კარტი. ხო, რაღაც ზაფხულში როგორცაც ძალიან ბევრი ხარჯი გქონდათ და ეხლა დროა, რომ რაღაცა რუტინაში ჩაჯდეთ რა, დაბრუნდეთ და ცოტა აღვირი ამოსდოთ თქვენს ხარჯივით ნაწილს ამ შემთხვევაში ფინანსებთან დაკავშირებით. თუ აქ ადგილი აქვს იმას, რომ ოჯახის წევრებს არჩენთ, თქვენს კმაყოფაზე არიან ისინი.
დროა რომ გადახედოთ ფინანსებს რა, ანუ ანალიზი რო ჩაატაროთ თქვენი ფინანსური ხარჯვითი ნაწილის რა და გირჩევთ რომ ესაკეთოთ ჩაიწეროთ რაღაცეები, ჩაიწეროთ. არ ვიცი, შეიძლება იყოს კომპიუტერში ელექტრონულად თუ წერილობით უფრო უკეთესი არის თუ ჩამოწერთ რაში ხარჯავთ თვის განმავლობაში ან კვირის განმავლობაში. და რუტინულად მე გირჩევთ რომ თქვენ თავს უფრო მეტი მოახმაროთ ამ შემთხვევაში რა. უფრო მეტი, იმიტომ რომ აქ ეხლა ჩანს პირდაპირ კარტი გვეუბნება რომ აქ რაღაც თქვენს ყოფაზე მყოფ ადამიანებს რაღაც უფრო მეტ სახარჯავთ და არ გამოგადგებათ ეს მიდგომა. პრიორიტეტები განსაზღვრეთ ფინანსებთან დაკავშირებით, ფულთან დაკავშირებით, ხო? შემოსავალი გაანაწილეთ სამართლიანად. ან ისწავლეთ. თუ ეს სკილი გაკლიათ, აი მაგალითად თუ სამსახურებრივ ამბავში გაკლიათ ეს გამოცდილება და ეს ცოდნა, ისწავლეთ ფულთან ურთიერთობა არ იცით, ჯერჯერობით არ გამოგდით. და ბოლოს ჯანმრთელობა, მენტალური, ისე როგორც ფიზიკური, ყველაფერი შედის. და არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი საყვარელი თემა, ჯანმრთელობა, კი ბატონო. იცი რა, თვითიზოლაციაში ხართ რაღაცნაირად რა. იზოლაციაში ხართ და რაღაც ჩაკეტილ მდგომარეობაში ხართ. ყოველ შემთხვევაში მე აქ მიჩვენებს კარტი პირდაპირ უფრო მეტი აქცენტი ხდება რაღაც ფიქრებზე, მენტალურ მდგომარეობაზე ვიდრე ფიზიკაზე. ამოძრავდით ძალიან გთხოვთ, დააბალანსეთ რა ეს ენერგიები. ხო? მეტი მოძრაობა, მეტი ასე ვთქვათ, ქმედებები, ნაკლები ფიქრი. ჯანმრთელობის კუთხით შესაძლებელია ითქვას, რომ რაღაცა არის საშიშროება იმისი, რომ გადაიხადოთ უამრავი თანხა ანალიზებში, მაგალითად, ან რაღაც კონსულტაციებში, ან გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურებებში არის ამის დიდი ალბათობა ნოემბრის თვეში, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენ თავს და გადით გარეთ, არ გინდათ იზოლაცია, არ გამოგადგებათ, დააპლიუსეთ ეს მეცხრე ენერგია და ეცადეთ, რომ თქვათ 1 საათი თუ დადიხართ კვირაში 1 საათს ატარებთ თქვათ ფსიქოთერაპევტთან, ან არ ვიცი, ზოგი ამ შემთხვევაში მოძღვართან დადის, ხო? თუ თქვათ სულიერ მოძღვართან დადიხართ კვირაში ერთხელ, რატომაც არა, კვირაში მეორე დღეს წადით და იوارჯიშეთ ირბინეთ. რაიმე სპორტით დაკავდით რა. აქ დაბალანსება ჭირდება ამ ენერგიას, თორე ხარჯი იქნება ძალიან დიდი. მედიკამენტებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ შეუქცევადი იქნება მე ჯანმრთელობის ზიანი და რატო როცა შეგიძლიათ რომ პრევენცია გააკეთოთ. ეს იყო შემოძვირფასებო, ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ თვის მესიჯს, გზავნილს, მაღალი ძალებისგან, თქვენი მფარველი ანგელოზისგან. ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების, გჯეროდეთ საკუთარი თავის და დაიბრუნეთ შინაგანი ძალა. ნახეთ როგორი კარტი არის. როგორი ორაკული არის, რაღაც ცოტა არ ჩანს მე მგონი. აი, გავასწოროთ ფოკუსი. კი ბატონო. დაიბრუნეთ საკუთარი ძალა და რისიც გჯერათ ისაკეთეთ.